ეს არის აუროვილი. ადგილი, სადაც ოცნება რეალობად იქცა. ადგილი, რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ ერს, არც ერთ რელიგიას, არც ერთ იდეოლოგიას. ეს არის ქალაქი, სადაც ადამიანი ეძებს მუდმივ განვითარებას, სიმშვიდეს, ჰარმონიას. 1968 წელს ფრანგმა მისტიკოსმა მირა ალფასამ, რომელსაც აუროვილში უბრალოდ დედას უწოდებენ, შრი აურობინდოს სულიერი ხედვის საფუძველზე ახალი ექსპერიმენტული ქალაქის მშენებლობა დაიწყო. მისი თქმით აუროვილი უნდა იყოს ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, სადაც არ არსებობს საზღვრები, არ არსებობს სეგრეგაცია, მხოლოდ ერთიანობა და განგრძობადი ევოლუცია. აუროვილმა უნდა ჩაუყაროს საფუძველი მომავლის პლანეტას. აუროვილის გულისცემაა მატრიმანდირი, ოქროსფერი გუმბათი, სიჩუმის და კონცენტრაციის ტაძარი, არქიტექტურის შედევრი, რომლის გულშიც მზის სხივი ისე შემოდის, რომ მთელ ტაძარში ნაწილდება. მზის სხივი მაღალი ცნობიერების სიმბოლოა. მაგრამ აუროვილი მხოლოდ სიმბოლო არ არის. ეს არის ცოცხალი ექსპერიმენტი, სადაც მეცნიერება, ხელოვნება, ეკოლოგია და სულიერება ერთიანდებიან, რათა შექმნან მომავლის ქალაქი. დღეს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები ერთად ცხოვრობენ, მუშაობენ და ქმნიან, რათა განახორციელონ ეს დიდი მისია, საზოგადოების გარდაქმნა ცნობიერების განვითარების გზით. შეგიძლია თუ არა ასეთი საზოგადოების წარმოქმნა? კეთილი იყოს შენი მობრძანება აუროვილში. სასწაულები თავისთავს მალავენ, მაგრამ ეხლა დგება ჟამი მისი გამჟღავნებისა. და თუ კი რამეს შეიძლება, რომ ეხლა მსოფლიოს სასწაული უწოდოთ, ეს ნამდვილად არის აუროვილი. ექსპერიმენტალური ქალაქი, სადაც სულიერი პრინციპები ერწყმის სოციალურ ცხოვრებას, სადაც წარსულზე დაყრდნობით შენდება მომავალი, რომელიც შეიძლება იყოს ის გზა, რომელზეც კაცობრიობამ განვითარება უნდა გააგრძელოს. ამ კუთხით აუროვილს ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი, ძალიან ბევრი აქვს საჩვენებელი და წამომყევით. ერთად აღმოვაჩინოთ სიყვარული, რომელიც ახალ სიცოცხლეს ბადებს. ზუსტად იმ დროს ჩამოვედი, როდესაც არის აუროვილის დაბადების დღე. ამას ქვია Circle of Human Unity, ადამიანების ერთობის წრე. აუროვილშიც ერთ-ერთი ძალიან სასიამოვნო ამბავი არის ის, რომ არ არის გადატვირთული ისე როგორც ინდოეთის სხვა ქალაქები და აქაც გადაადგილება სკუტერით შეგიძლია, რაც დამატებით სიამოვნებას, ბედნიერებას, სიმსუბუქის და თავისუფლების შეგრძნებას იძლევა ზოგადად ამ ტრანსპორტით გადაადგილება, მით უმეტეს თავისუფალ ქუჩებში. და თავისუფლების შეგრძნებას კიდევ იძლევა ის, რომ ეს არ ვიცი ახლა რამდენად სწორია თუ არა სწორია, მაგრამ ზოგადად რეგულაციები არ არის მაინც და მაინც. აი სკუტერი ვიქირავე, არავის არ უკითხავს მართვის მოწმობა მაქვს თუ არ მაქვს, სტარება ვიცი თუ არ ვიცი.
უბრალოდ ჩვეულებრივად მომაქირავეს. და აი ეგ არის კიდე ერთგვარი თავისუფლება, მაგრამ ერთგვარი რისკებიც. დაპატარავდა მსოფლიო, დაპატარავდა, სადაც არ უნდა წამოხვიდე, ქართველი თუ არ შეგხვდა, ისე რა იქნება თან იმართლებს იმაში, რომ მე მასპინძლობენ და იქაურობას უკეთესად მაცნობენ ხოლმე. მარტო რომ ყოფილიყავი ძალიან ბევრი დრო დამეკარგებოდა, ეხლა თქვენც უნდა გაგაცნოთ მადონა, იმიტომ რომ მას აქ ყველა იცნობს როგორც famous მადონას. და ის იქნება ჩემი მასპინძელი აუროვილში. აუროვილი რა არის მოკლედ რომ ითხრა. რა იდეაა, რა კონცეფციაა? ხო. აუროვილი შეიქმნა იმ იდეით, რომ ამ ადგილას ეცხოვრათ განსხვავებული წარმომავლობის, რელიგიის, შეხედულებების ადამიანებს ჰარმონიულად. და ეს იდეა 50 წლის წინ დაიწყეს ამ პროექტის განხორციელება. და დღემდე გრძელდება ეს პროექტი, ანუ ეს არ არის რომ რაღაცა შეიქმნა და დასრულდა, ანუ რაღაც ორგანული პროცესი არა, ეს ყველაფერი იზრდება ნელ-ნელა, აქვთ კიდე გეგმა ამ ზრდის. მგონია რომ აი ყველანაირი ინტერესის მქონე ადამიანს დაუკმაყოფილებს იმ მოთხოვნილებებს, რაც შეიძლება გაუჩნდეს, რავი. არის ინსტიტუტები, სადაც უკვე აი მეცნიერულ კვლევებს ატარებენ რაღაც პატარ-პატარა საკითხებზე. ჩემთვის ძალიან მიმზიდველია ეს ადგილი, იმიტომ რომ ბევრი ვორქშოპია, სადაც შეგიძლია ისწავლო ხელით შექმნა ბუნებრივი მასალებისგან, შეგიძლია ცეკვაზე, იოგაზე, მედიტაციის კლასებია, რავი, ყველაფერი. ქალაქი არის ფაქტობრივად, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებს და ეს სხვადასხვა ინტერესები ძირითადად უფრო არის რაღაცა მაინც საერთო პრინციპები, რაზეც არის დაფუძნებული, ხო, ეს ქალაქი? კი. ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება, ისე რომ არავინ არაფერს არ აზიანებს, არც საკუთარ თავს, არც გარემოს. იდეა ეს არის. გასაკეთებ? ტანსაცმელს, რაჯისტანში ვაწარმოებ ტანსაცმელს, აქაური ბლოკ-პრინტით, ანუ ტრადიციული ბლოკ-პრინტით კეთდება, ანუ ხელით ესეხის ბლოკებით აკეთებენ ტანსაცმელს რა, პრინტებს. და ძალიან როგორ გითხრა, ბევრი რესურსია აქ, რასაც ვთქვათ საქართველოში ვერ მოვიძიებდი. და ძალიან მომიდა ამ ყველაფრის გაზიარება სხვებისთვისაც რა, იმიტომ რომ ჩამოვედი, მეთქი ეს უნდა წავიღო აქედან, ჩვენს გვინდა ეს ყველაფერი. და ამ ყველაფერმა გამართლა მე, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ჩემ გარდა კიდე ბევრს უნდოდა იგივე. რა მაგარია, დაეწაფა ხალხი ესე იგი იმასთან ჩადარებული. კი, იმიტომ რომ აშკარად სხვებსაც აქვთ ეს რაღაც სურვილი, ვთქვათ, აქაური კულტურის შეგრძნების, გაზიარების და ორიგინალურია და ცოცხალია რა და აი ხა ჩვენ რასაც გვთავაზობს ასე ვთქვათ სისტემა, რა სისტემაში ცხოვრობთ, მაინც ერთნაირი მაისურები, პერანგები, ჯინსები რა. ხო, მაგას ვიძახდი წინათ, რომ იმდენად გადავეჩვი ამ რაღაც სტანდარტული ფორმის ტანსაცმელს, იმიტომ რომ ტანსაცმელი ძალიან მნიშვნელოვანი აქსესუარი არის ადამიანისთვის, ჩემი აზრით. ხო, ფერები, მასალა, ნუ ეს ყველაფერი ხო რაღაცნაირად ქმნის შენ განწყობას, ისედაც ანუ ყველაფერს თავის დატვირთვა აქვს. აქაც იმაშიც ვედურ მეფშიც არის ეს ყველაფერი ინფორმაცია, ვთქვათ, რომელი ფერი რა დღეს უნდა ჩაიცვა, ვთქვათ, რო გტკივა მუცელი რა ფერის შარფი შეგიძლია შემოიხვი, ანუ ყველა ფერს აქვს თავისი ვიბრაცია. და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ნუ ქსოვილებთან დაკავშირებით ალბათ ბევრმა იცის, რამდენად მოქმედა ახლა ბუნებრივი გაცვია თუ ხელოვნური ქსოვილი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერს. ხო, და თან აქ ბუნებრივი ქსოვილები არის ძალიან იაფი და რაც ეს მე ძალიან მომწონს. თითქოს ჩემი სხეულის გაგრძელებაა ტანსაცმელი რაც მოცვია. კი. ერთ-ერთ კომუნას მოვაკითხეთ ტყეში. აი, ყველა გიღიმის, ყველა ხელს გიქნევს. უსაყვარლესები არიან. ესეთი ლამაზი ქოხი დგას. ჩაი მივერთვეთ, რომელიც უფასო არის და ქოქოსის რძით მზადდება, რომელიც ამავე კომუნის მოყვანილია. გასარეცხად იყენებენ ესეთ ნახშირს, აქ ყველაფერი არის აბსოლუტურად ბუნებრივი. არანაირი ქიმიური დანამატები. მოხალისეებზე დგას აქაურობა, ის მაგალითად ერთი ადამიანი ჩაის ვინც მზადებს, კანადელი მოხალისეა, რომელიც
5 თვეა უკვე აქ ცხოვრობს ტყეში, თავიდან ჩამოვიდა რამდენიმე დღით, მაგრამ მოიხიბლა და დარჩა. მე უკვე მოხიბლული ვარ, მაგრამ სამწუხაროდ სამშობლოში უნდა დავბრუნდე. სამწუხაროდან საბედნიეროდ არ ვიცი. ექსკურსიას შეუერთდით. ადამიანი ვერ ხვდება, რამდენი წყლის რესურსი იკარგება ხელის დაბანის დროს, ქიმიური საპნით, რომელიც ირეცხება ტოქსიკურ კანალიზაციის სისტემაში. აქ ჩვენ ასე ვიბანთ ხელს. ვიღებთ წყალს, ვასხამთ და ვხედავთ, რომ ცოტა რაოდენობის წყალი ჩამოდის, რომელიც შეიძლება იფიქროთ, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ გამოყენების დროს ვხვდებით, რომ სრულიად საკმარისია. ჩვენ ასევე გვაქვს ნატურალური საპონი აუროვილიდან და ბოთლი, რომელიც გარეთ ვიპოვეთ, რაც სამწუხაროდ მარტივი საპონელია. წყალი, რომელიც ძირს იღვრება, არ იხარჯება, ის კვებავს მანგოს და ქოქოსის ხეს. ყველაფერს ვიყენებთ და არაფერს ვკარგავთ. ნებისმიერ თქვენთაგანს შეუძლია შემოვერთდეს და იყოს მოხალისი. თავისი კონტრიბუცია შეიტანოს ამ ტყის განაშენიანებაში. სხვადასხვა მოსამოხალისეობრივ საქმიანობას მოგიჩენენ ეს უსაქმუროდ არ დაგტოვებენ. კარგია თუ ჩამოხვალთ ბევრი ისწავლით, რასაც აქ აკეთებენ და მე მაგცოდნო საქართველოში ჩამოიტანთ. ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ახლა გვჭირდება ზუსტად ესეთი რამეები მთელ პლანეტაზე ბუნებასთან, რომ დავახლოვდეთ. ტექნოლოგიებში კი განვითარდით, მაგრამ ბუნებას ნელ-ნელა ვშორდებით და ესეთი კომუნები არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბუნებასთან ურთიერთობა ხელახლა ვისწავლოთ ადამიანებმა. საღამოვდა და ეხლა წესით და რიგით ვახშამი უნდა იყოს, ცოტა ნაჭამი კი ვარ, მაგრამ მგონია რომ უგემრიელესი იქნება აქ მომზადებული ყველაფერი. ხა იქნება აქ ფილმის ჩვენება. When the morning comes, Shanti can hear the birds singing. Good morning, Shanti. Good morning. ეხაც ძალიან საინტერესო ფილმს უყურეთ, თავიდან მეგონა რომ ამ კომუნაზე იქნებოდა ეს ფილმი, მაგრამ არა იყო დოიჩოველეს დოკუმენტური იმის შესახებ, თუ როგორი მომხმარებლები ვართ ადამიანები და როგორ მოვიხმართ იმაზე მეც ვიდრე გვჭირდება და რას დავუმსგავსეთ პლანეტა ამის გამო. ძალიან საინტერესო ფილმი იყო სხვათა შორის ბევრ რამეზე, რომ დააფიქრებს ადამიანს.
ამ ფილმის ჩვენება ალბათ იმის დასტური იყო, რომ ამ ადამიანების мотиваცია სწორედ იდეის გავრცელებაა და არა საკუთარი თავის პოპულარიზაცია, თორემ თავის თავზე გვაყურებინებდნენ ფილმს, რა მაგრები ვართ და როგორი კარგები ვართ. მაგრამ არა გვანახეს იმის შესახებ, თუ რა ცუდები ვართ ზოგადად ადამიანები. და რომ ეგეთი ცუდები არ უნდა ვიყოთ. ხო, პრინციპში ჩვენ ისე უაზროდ მოვიხმართ რაღაცებს, რომ ვერც ვაცნობიერებთ. ხა მაგალითად ერთ ბურგერს რო შეჭამ ჩვეულებრივად ჰამბურგერის უკან რა ინდუსტრია დგას და რის ხარჯზე ჭამ ამ ერთ ბურგერს, მაგას ხო არ ვაცნობიერებთ ჩვენ, უბრალოდ მოვიხმართ იმას, რასაც ვიღებთ და საბოლოო ჯამში ეს გვაძლევს ისეთ შედეგებს, როგორი შედეგებიც არ მოგწევს, რაც ხდება, ხო, მე შედეგებს ვებრძვით და მიზეზები ჩვენ თეფშს ედევს პირდაპირ, ყოველდღიურად. ყველაფერი არის ვეგანური, ადგილობრივი, არა თვითონ არ მოყავთ, როგორც მითხრეს, მაგრამ აქვე გარშემო ნაყიდი ყველაფერი და ძალიან გემრიელად გამოიყურება. ეცი. ამთავარი რაც არის, უფასოდ გვირიგებენ. თქვენგან მხოლოდ ერთი ის გჭირდება, რომ ჩვენს შესახებ ადამიანებს გააგებინოთ. უпростоრად ჩვენს შესახებ კი არა, ცხოვრების ამ სტილის შესახებ, რასაც ქვია ეკოლოგიური ცხოვრება. როდესაც არ მოიხმარ იმაზე მეც, ვიდრე გჭირდება. რა არის შენი იდეა ამ ყველაფრის მიღმა? იდეა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უნდა გადავაქციოთ ზრუნვა ქმედებად. ამიტომ ვცდილობთ, რომ უფრო თანაგრძნობით ვიცხოვროთ გარემოს, ადამიანების, ცხოველებისა და საკუთარი თავის მიმართ. და რა მეთოდებს იყენებთ ამ მიზნის მისაღწევად? ვიტყოდი, რომ თანაგრძნობის ქმედებად გარდაქმნის მეთოდია მისი ინტეგრაცია ჩვენს ცხოვრებაში, ყველა მიმართულებით. მაგალითად, გარემოსთან მიმართებაში ვრგავთ ხეებს, ზრუნავთ წყლის კონსერვაციაზე. ადამიანებთან ვნით თანამშრომლობას კონკურენციის ნაცვლად. მიღების მაგივრად გავცემთ. მუდმივად გვყავს სტუმრები, ერთად ვინაწილებთ საკვებს. ცხოველებისადმიც თანაგრძნობას ვავლენთ. ეს არის ოჯახი, რომელმაც დააარსა სადანას ტყე, ავირამ, იუვიტი და ეს მათი ქალიშვილი ოშა, რომელიც მოგვიანებით დაიბადა ტყეში. ასე რომ ეს ის ოჯახია, რომელმაც ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა. აი ასე გამოიყურებოდა დასაწყისში. ეს იყო გამომშრალი, უნაყოფო მიწა, სადაც არაფერი იზრდებოდა. დღეს კი ეს არის ზუზარმაზარი ტყე. ეს ფოტოები 13 წლიანი სხვაობითაა გადაღებული. ეს არის 2004 წლის, ხოლო ეს 2017-ის. მიწა სრულიად გარდაიქმნა. აქ არის ტყის ევოლუციის რამოდენიმე ფოტო. მათ შორის ქოხის მშენებლობა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით და სხვა პროექტები. აქ ჩანს საერთაშორისო პროექტებიც. ესენი კენიის ფოტოებია, სადაც ტომებთან ვიმუშავეთ. ეს კი ჰაიტიზე, რეგიონში, რომელსაც ანსეპიტი ეწოდება და რომელიც დომინიკის რესპუბლიკის საზღვართან მდებარეობს. ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებულები, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ფოტოების განახლება ვერ მოვახერხეთ. ამჟამად გვაქვს კიდევ 4 პროექტი ინდოეთში და 1 ლიბიაში. როგორი გაუდაბნოებული იყო ყველაფერი და როგორი მწვანე ტყე გახდა. თან მწვანე ტყე გახდა იმის ხარჯზე კი არა, რომ ძალიან ბევრი ხე დარგეს და უბრალოდ გარემო ისე შევამზადეთ, რომ ტყე თავისით აღმოცენდა, ასე ვთქვათ, რაღაც ხეები რა თქმა უნდა დარგეს თვითონაც. მაგრამ გაამდიდრეს გარემო და ამ გამდიდრებულმა გარემომ მოიზიდა ფრინველები, მოიზიდა ცხოველები და რა თქმა უნდა ხეებმა და მცენარეებმაც არ დააყოვნეს და ამოვიდნენ. გამარჯობა, მე ავირამი ვარ სადანას ტყიდან. ჩვენ აქ 2003 წლიდან ვცხოვრობთ. ანუ უკვე 21 წელია ვრგავთ ხეებს, ვაკეთებთ წყლის კონსერვაციას და ვმასპინძლობთ უამრავ შესანიშნავ ადამიანს. თავდაპირველად ეს ადგილი ჩვენთვის შევქმნით, როგორც სახლი. უბრალოდ გსურდა აქ ცხოვრობა რამოდენიმე ოჯახთან ერთად. ხეების დარგვა,
მაგრამ ასე არ მოხდა. ბევრი ადამიანი მოვიდა ჩვენთან მოხალისედ. ნელ-ნელა ეს ბევრად დიდი საზოგადოება გახდა. შემდეგ ინდოეთიდან გავფართოვდით ჰაიტამდე, კენიამდე, ნაბიამდე. და ახლა მსოფლიოს მასშტაბით 8 სადანას ტყის ცენტრი გვაქვს. მათგან 5 ინდოეთშია, ხოლო დანარჩენი საზღვარგარეთ. იმედია მოხალისედ შემოგვიერთდებით სადანას ტყეში და დაგვეხმარებით ჩვენი მისიის განხორციელებაში. უფრო მეტი თანაგრძნობა გავცეთ ადამიანების და ცხოველების მიმართ. ჩვენ ვეგანები ვართ. რთულია საკუთარი საზოგადოების შექმნა. არაფრის დაწყება არ არის რთული. რთულია მისი გაგრძელება. ამიტომ ხდება, რომ უამრავი საზოგადოება იქნება, მაგრამ რამოდენიმე თვეში ან წელიწადში იშლება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიწყოს, მაგრამ ძალიან ცოტა შეუძლია გაუმკლავდეს შექმნილ პრობლემებს, ადამიანურ სირთულეებს, ფინანსურ პრობლემებს და კლიმატურ გამოწვევებს. ყველაფერს, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. ხშირად მეკითხებიან, ალბათ დასაწყისში ძალიან რთული იყო, არა? არა, რთული არ ყოფილა. ახლა რთული. 21 წლის შემდეგ, როცა მსოფლიოს 8 სადანას ტყე აქვს. ახლა რთული ყველაფრის ფუნქციონირება. იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი იდეების ერთგული ვრჩებით. ეს არის ნამდვილი სირთულე. ძალიან დიდი მადლობა. იმედია ერთ დღეს სადანას ტყეს საქართველოშიც ვიხილავთ. დიახ, რა თქმა უნდა. ფიქრობ მაგ ტერიტორიაზე. დიდი პოტენციალი აქვს. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი უნიკალური თითქმის ადგილი არის უამრავი სხვადასხვა მიმართულების ნიჭიერ ადამიანს და არა ნიჭიერსაც ყველასთვის ღია არის აქაურობა. თლათ ყველასთვის არის რაღაცა პრინციპებს უნდა იზიარებდეს აურავილის ძირითად პრინციპებს და ღირებულებებს და ეს ადამიანებს აერთიანებს ამ სივრცეში ყველა შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს თუ ამ პრინციპებთან შესაბამისობაში მოდის. შეგიძლია შენთვის ბევრი საინტერესო რაღაცა იპოვოს სხვადასხვა ვორქშოპები, ხელოვნების წრეები, ხელით რაღაცების დამზადება, სპორტული აქტივობებიც. მე რამაც მიმიზი და ერთ-ერთი არის ხეზე ცოცვა, იმიტომ რომ ესეთი ხეები არის ინდოეთში ძალიან ბევრი და ძალიან ლამაზები და ყოველთვის უყურებდი და მინდოდა რომ მასთან თანაზე არის ყოფილიყავი და გავერთიანებულიყავით მე და ბანიანის ხე, როგორც აქ ეძახიან, ამას არის ულამაზესი. ძალიან ბევრი ესეთი და არიან რაღაცა საყვარელი ადამიანები. ვინც ესე ამ ხეზე დაცოცავენ და ცოტათი ავატარს მაგონებს აურავილი სიმართლე რო გითხრათ და ცდილობას იმისა რომ ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიაში დაბრუნდეს და ესე მარტივი ბედნიერებით იცხოვროს. You need to pull it to your side. That's a good crowd. That's a beautiful crowd. Pull it to you. Yeah. Come. Hello. Welcome. Hello. Welcome. You need how many chairs? Thank you so much. დიდი მადლობა. ჩემს ცხოვრებაში შესანიშნავი შესაძლებლობა მაქვს, რომ გეწვიეთ. და მადლობას ვუხდი მადონას, რომ თქვენი თავი გამაცნო. თქვენი ისტორია ძალიან შთამაგონებელია ჩემთვის. თითქოს ფილმის სცენარია. ბევრი კითხვა მაქვს. და მსურს მეტი გავიგო აურავილის მისი საზოგადოების და იდეების შესახებ. მოდით თავიდან დავიწყოთ.
რა არის აუროვილი? თვითონ სიტყვა აუროვილი ასეა წარმოშობილი. აურო წარმოადგენს შრი აურობინდოს, ხოლო ვილ ფრანგულად ნიშნავს პატარა სოფელს. ასე რომ ეს არის შრი აურობინდოს სოფელი. შრი აურობინდო წარმოადგენს ახალ ცნობიერებას, რომელიც მომდინარეობს წარსულიდან. ჩვენ ჯერ კიდევ ვქმნით აუროვილს. ის სიმბოლური ადგილია, რომელიც ადამიანებს განათლებას ძენს. უნდა ვისაუბრო ინდოეთზე, დედაზე, სითებზე, აქ ცხოვრებ ხალხზე, ამ მიწაზე, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. აუროვილი არის ოცნება, რომელიც დიადმასულებმა იხილეს, თუმცა ეს ოცნება ჯერ არ განხორციელებულა. თუ მოახერხებთ ამ ოცნების რეალობად ქცევას, ეს შესანიშნავი იქნება. როდესაც პირველი მთავარი არქიტექტორი როჯერ ენგერი მოვიდა, მან თქვა, რომ რაღაც ნებულას მოდელი სურდა, გალაქტიკის მსგავსი. შემდეგ დაბრუნდა, შექმნა ეს მოდელი, რომელსაც გალაქტიკის დიზაინი ეწოდა. და ქალაქის აშენება დაიწყო. დაარსების თარიღი დააფიქსირეს 1968 წლის 28 თებერვალს და ოფიციალურად დააფუძნეს შრი აურობინდოს უნივერსალური ქალაქი, აუროვილი. და რას ნიშნავს გალაქტიკის ქალაქი? ამას ვერ აგიხსნით. ეს არის ხილვა, ხედვა. მაგალითად, როცა როჯერს ეჭვები და კითხვები ურსებოდა, მიდიოდა დედასთან, რომელიც იყო შინაგან ტრანსში, მატრიმანდირის შენების დროს, რათა მიიღოს ძალა და ცნობიერება. ამიტომ, როდესაც დიზაინთან დაკავშირებული კითხვები ჰქონდათ, დედა ყოველთვის ტრანსში შედიოდა, ხედავდა დიზაინს და ასესებდა პასუხს. დედამ ქალაქი გალაქტიკის ფორმით იხილა. என்னிலே இருந்த ஒன்றை நான் அறிந்ததில்லையே, என்னிலே இருந்த ஒன்றை யாவர் காண வல்லரோ, என்னிலே இருந்த ஒன்றை நான் அறிந்து கொண்ட பின், என்னிலே இருந்திருந்து நான் உணர்ந்து கொண்டனே, என்னிலே இருந்திருந்து நான் உணர்ந்து கொண்டனே. ეს ტამილური ენაა? დიახ, ტამილურია. ეს გალობაა, ლექსი თუ? ეს არის გალობა და ლექსი, რომელიც სითამ დაწერა. ჩვენ მისი სახელი არ ვიცით, მაგრამ ის მუდმივად შივაზე საუბრობდა. ამიტომ მას შივა ვაკიარ დავარქვით. კაცი, რომელმაც შივას ცნობიერებას მიაღწია. ძალიან ძველია? დიახ, ძალიან ძველია. რასაც ახლა ვამბობ, სულ მცირე 1000-1200 წლის წინანდელია. ეს ადამიანები მე-7-მე-5 საუკუნეებს ეკუთვნიან. ათასობით სითა არსებობდა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 18 დიდ სითას ვიცნობთ. მე მათთან ერთად მოგზაურობ, მათთან ცხოვრობ. ஓடி 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 உட்கலந்த ஜோதியை, ஓடி 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 உட்கலந்த ஜோதியை, நாடி 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 நாட்களும் கழிந்தன, நாடி 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 நாட்களும் கழிந்தன. ეს ნიშნავს, ჩვენ ადამიანები მუდამ მივრბივართ და ცხოვრების ბოლოს ვიძირებით დაღლილობაში. რიცხვების დათვლას როცა ვიწყებთ, მათი რაოდენობა უსასრულოა. რატომ დავრბივართ ასე? რას ვეძებთ? ის სინათლე ჩვენს შიგნით არის. მაგრამ ჩვენ მას ყოველთვის გარეთ ვეძებთ. ஓடி 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 உட்கலந்த ஜோதியை, நாடி 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 நாட்களும் கழிந்தன, வாடி 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 மாண்டு போன மாந்தர்கள் கோடி 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 எண்ணிறந்த கோடியே. ეს კიდევ ნიშნავს სინათლის პოვნას შენში.
என்னிலே இருந்த ஒன்றை நான் அறிந்ததில்லையே என்னிலே இருந்த ஒன்றை நான் அறிந்ததில்லையே என்னிலே இருந்த ஒன்றை யாவர் காண வல்லரோ என்னிலே இருந்த ஒன்றை யாவர் காண வல்லரோ დღემდე ვერ შევისწავლე საიდუმლო რომელიც ჩემშია There is secret light inside me. And I need ვიცი რომ ჩემს გარდა ვერავინ იპოვის ჩემს შუქს else can know about me and the light. Oh, since და როცა ვიპოვე the light inside, I შევინარჩუნე and keep on და მასთან ერთად შევიცანი ცნობიერება. என்னிலே இருந்த ஒன்றை நான் அறிந்ததில்லையே என்னிலே இருந்த ஒன்றை யாவர் காண வல்லரோ என்னிலே இருந்த ஒன்றை நான் அறிந்து கொண்ட பின் என்னிலே இருந்திருந்து நான் உணர்ந்து கொண்டனே என்னிலே இருந்திருந்து நான் உணர்ந்து கொண்டனே